Hi everyone, გამარჯობა ყველას. დღეს მივდივართ მანჰეტენზე, კერძოდ ჩაინათაუნში და სოჰოში. ეს ორი უბანი ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს, მაგრამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. სოჰო დაერქვა იმიტომ, რომ ის მდებარეობს South of Houston Street, ანუ Houston-ის ქუჩის სამხრეთით, ხო? ჩაინათაუნში კი ჩინელებმა 1870 წლიდან დაიწყეს დასახლება და დღემდე ისინი არიან ამ უბანში ყველაზე ბევრი. მათი დაწესებულებები, რესტორნები, მაღაზიები, აფთიაქები ყველაფერი არის აქ. მეტოდან როგორც კი ამოვდივართ არის Canal Street გაჩერება, სადაც მაშინვე მიიპყრობს თქვენ ყურადღებას ჩინური ზეგავლენა აქაურ არქიტექტურაზე, აი ბამბუკიც კი არის ერთ-ერთი რესტორნის გარეთ. წარწერები ყველაფერი არის ჩინურად, ეს არის მათი ერთ-ერთი ბანკი, ნახეთ რა ლამაზია. ამ უბანში ასევე ხშირად არის ხოლმე gift shop-ები და ტურისტული მაღაზიები, რომლებიც ტურისტებზე არის გათვლილი, სუვენირები, ჩემოდნები და საერთოდ ყველაფერი იყიდება და ყველაფერი ხუთმაგი ფასი ღირს, რა თქმა უნდა, აი ერთ-ერთი მათგანი არის ეს, მაგრამ შიგნით გადაღება არ შეიძლებოდა, ამიტომ კამერა გავთიშე. ახლა კი გადავინაცვლოთ სოჰოში, რომელიც მისი ულამაზესი არქიტექტურით და ურბანული ტიპის ქუჩებით და საერთოდ ყველაფრით ძალიან გამოირჩევა. სოჰოში მაშინ უნდა მოხვიდეთ ხოლმე, როცა შოპინგი, გალერეების დათვალიერება გინდათ, ან მუშაობთ, ან რაიმე ტიპის გადაღება გაქვთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ხოლმე აქ გადაღებები, სტუდიოები და ეს ადგილი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ნიუ-იორკში, სადაც ხელოვნება, ურბანული კულტურა, შოპინგი და გალერეები და საერთოდ ყველაფერი ესეთი ესთეტიური ერთმანეთთან არის კავშირში და ერთობაში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი street art-ი არის გარეთ, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, ეს იქნება ტანსაცმელი, ბიჟუტერია თუ რა ვიცი, ან რაც გინდათ, საერთოდ ყველაფერს ნახავთ აქ სუნამოები და ამხელა რიგებიც კი არის ხოლმე ნიუ-იორკში, რომელიც მთელ ბლოკზე, ანუ მთელ ქუჩაზე იწელება. არ ეზარებათ ხოლმე ნიუ-იორკერებს ყინვაში რიგში დგომა იმისთვის, რაც უნდათ ხოლმე რომ იყიდონ და სხვადასხვა შორის ძალიან ვაფასებ მაგას. ეს არის ერთ-ერთი karaoke bar, აქ იყო ტატუ შოპი. ეს არის ნიუ-იორკული food cart-ი, რომელიც ძალიან ცნობილი არის ნიუ-იორკში, ბევრ განახავთ, ეს კი ერთი ქალი, რომელიც ტყავის თავის ხელით გაკეთებულ ნივთებს ყიდდა. რა თქმა უნდა, ძირსაც ბევრი წარწერებია ხოლმე, რატომაც მაგ დღეს ბევრი არ შემხვდა და აი როგორც ხედავთ, ერთ-ერთი გადაღება მიმდინარეობს შუა ქუჩაზე, ეს არის ან რამე ვიდეო რგოლის, ან სავარაუდოდ მუსიკის კლიპის გადაღება. აქ მგონი მოდელები არიან და ფოტოებს იღებენ და რა თქმა უნდა, გარეთ გამოტანილი vintage ტანსაცმელი, რომელსაც ძალიან ხშირად ნახავთ ხოლმე სოჰოში და აქაურ გარემოს ძალიან უხდება ჩემი აზრით და განსხვავებულს ხდის. აი ესეთი რაღაცები არის, რა თქმა უნდა, სხვა ტიპის რაღაცებიც არის ხოლმე გამოტანილი, მაგალითად ბიჟუტერია, ან სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები, როგორცაც ახლა ხედავთ კადრში, ნახატებიც ხშირად გამოაქვთ ხოლმე. და შემდეგ მოვედით მინისოში, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მინისოში არ ვარ ნამყოფი არასდროს, ამიტომ ზუსტად არ ვიცი მანდრეები იყიდება, მაგრამ აქ საერთოდ ყველაფერი გვაქვს. ეს იქნება სნეკები, ჩიფსები, საბავშვო სათამაშოები, მისამაგრები, skincare თუ რაც გინდათ, მოკლედ ყველაფერი. ეს არის ერთ-ერთი skincare ბრენდი, რომელიც არის TikTok viral და სხვადასხვა შორის ძალიან კარგი პროდუქტები აქვთ, მე მომწონს. და ძალიან დიდი არჩევანი იყო სხვადასხვა შორის ყველაფრის, მაგრამ სივრცე იყო ძალიან პატარა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ნიუ-იორკში და იმაზე მეტი ხალხი რო ყოფილიყო მაღაზიაში ვიდრე ვიყავით, არ ვიცი როგორ დავეტევოდით. მე შემოვედი Bloomingdale-ში, სადაც უფრო უკვე luxury ბრენდები იყიდება ხოლმე, როგორც არის Jo Malone, Tom Ford, Chanel და ესეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, სუნამოებიც არის მაკიაჟის და ყველაფერი და ნახეთ რა ლამაზი სტენდები აქვთ ხოლმე. რასაც ვქეთ ძალიან ესთეტიურად ლამაზია და მომწონს აქაურობა. სათვალეებიც იყო ყველანაირი ფორმა, ფერი, როგორც გინდათ. მეორე სართულზე კი აქსესუარები, ჩანთები და ფეხსაცმელები იყო. ყველანაირი ფეხსაცმელი იყიდებოდა, ქუსლიანი, ბოტი, ბოტასი, საერთოდ ყველაფერი იყო, მაგრამ არც ისე დიდი არჩევანი არ იყო, სიმართლე რომ გითხრათ. ეს კი არის ჩანთები. აქაც არ იყო ძალიან დიდი არჩევანი, მაგრამ რაც იყო საკმარისი იყო.
შემდეგ ცოტა ხნით შემოვირბინე Sephora-ში, მაგრამ მithეს რომ გადაღება არ შეიძლებოდა, მაგრამ მათი policy-ის მიხედვით ვიცი რომ შეიძლება გადაღება, მაგრამ მაინც უკვე გაცვეთილი ამბავია Sephora, ამიტომ არ გადამიღია ბევრი. ცოტა სეირნობის შემდეგ მოვედით ჩემს ერთ-ერთ საყვარელ შოკოლადის გალერეაში, რომელსაც ქვია Stick With Me, გარეთ რა თქმა უნდა რიგი იყო და ნახეთ შიგნიდან რა ლამაზი გარემოა. Wes Anderson-ის ფილმებს მაგონებს ეს ადგილი, შეხედეთ რა საყვარელია და ეს პატარა შოკოლადები, რომელიც უგემრიელი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გემრიელი შოკოლადი ერთ-ერთი ალბათ ესენი არის. თითო ღირსთვარსები $3-მდე, მაგრამ ასევე შეგიძლიათ რომ გააკეთებინოთ ბოქსი, რომელიც გავს წიგნს. აი ახლა განახებთ, ესეთი შეფუთვა აქვს, ძალიან ლამაზია. და მე ავიღე 6 ცალიანი წიგნი კი, პატარა ესეთი წიგნია, რომელშიც თუ არ ვცდები გადავიხადე $34. მაგრამ დამიჯერეთ ღირდა ის რაფასიც ღირდა, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი იყო. შემდეგ შემხვდა ეს უსაყვარლესი ბოქლომები, რომლებზეც წყვილების ინიციალები ეწერა და რა თქმა უნდა, ისევ საინტერესო მაღაზიები, bake shop-ი და მოვადექით ლომბარდის პიცერიას, რომელიც ერთ-ერთი პირველი პიცერია იყო ნიუ-იორკში. და რა თქმა უნდა, Fanelli Cafe, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია სოჰოში. ეს ადგილი სოჰოში 1800 რაღაცა წლიდან არსებობს, ძალიან ძველი ადგილია და ძალიან პოპულარულია როგორც ტურისტებში, ისე ლოკალებისთვის. მე შევუკვეთე ბურგერი და fries, well-done ავიღე, მაგრამ მაინც ძალიან წვნიანი და გემრიელი იყო და გადავიხადე $31. $24 ღირდა თვითონ ბურგერი თუ არ ვცდები და $7 ტიპი დავტოვე. ბოლოს მოსაღამოვდა კიდეც და როგორც ხედავთ, საღამოს 7-8 საათზე პარასკევ დღეს. აქ უკვე საერთოდ იმდენი ხალხი აღარ არის და ცარიელია ქუჩები, იმიტომ რომ როგორც გითხარით, აქ ძირითადად საშოპინგოთ ან სამსახურებში, ან გალერეებში მოდიან. და ვიკენდის მხიარულობები უკვე სხვა უბნებში არის ხოლმე. სადაც უფრო მეტი ბარები და კაფეები და კლუბები და რესტორნებია, მანდაც აუცილებლად წავალთ და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ჩემი დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და დალაიქეთ. თუ არა და that's not a problem. მადლობა რომ მიყურეთ, დიდი მადლობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, რომელიც დარწმუნებული ვარ, სავარაუდოდ კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. ნახვამდის.